მოგესალმებით, თვითონ დაგმასულმეს მადლობა იმის რომ გამოწერებთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგაცნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ რომ პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოების ქვემოთ ვტოვებ WhatsApp-ში. და დღეს რაც შეეხება გაშლას, მოდით უბრალოდ ვნახოთ ვინ ხართ და რა შემოვა უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში, ხო? ანახარი დასტა დღეს მივიღე ლენორმანია და ნახოთ აბა რას დაგველაპარაკება სახარი დასტა ვინ ხართ თქვენ და რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში ვინ ხართ თქვენ ადამიანი ბედნიერება ესე დავიწყებთ და რას გულისხმობ ამაში იმასაც გეტყვით ადამიანი როდესაც მიუხედავად თავისი სირთულეებისა მიუხედავად თავისი პრობლემებისა მიუხედავად თავისი რაღაცა რაც არ უნდა სირთულეში იყოს ყოველთვის ცდილობს რომ შეინარჩუნოს და იყოს ძალიან პოზიტიური. ყოველთვის ცდილობთ მიუხედავად თქვენი მდგომარეობისა, სხვას გაულამაზოთ, სხვას დაეხმაროთ, სხვას დაუდგეთ გვერდში, ხო? ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველგან ჩდება საჭირო დროს. და ეს საჭირო დროს ყოველთვის იძლევა ისეთ რჩევას, ან ისეთ რაღაცა მინიშნებას, რომელიც ადამიანებს ძალიან ეხმარება, ხო? მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა მივიდეს, სადაც არ უნდა მოხვდეს, ყოველთვის ხდება ყურადღების ცენტრში, არა თქვათ მისი მარტო ჩაცმულობის ან რაღაცა ვიზუალის და რაღაც, არა, მისი აი ეს დადებითი ენერგიებისგან გამომდინარე, რომელსაც ის აფრქოს. საერთოდ შეიძლება აქ შესახედაობაზე არ არის ლაპარაკი, ხო? არც იმაზე, რომ რაღაცა ლამაზი კაბა გაცვიათ ან რაღაცა აქსესუარი გიკეთიათ და ეს იწვევს ინტერესს, რომ აი რა არის. არა, აქ თქვენი აი ეს შინაგანი ემოციები, შინაგანი მდგომარეობა ეს სისუფთავე რაც გაგაჩნიათ, აი ამით იქცევთ ყურადღებას. ვინ ხართ თქვენ? მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი გაქვთ გავლილი ცხოვრებისეულად, არა მარტო გავლილი ცხოვრებისეულად, არამედ თითქოს ხშირად ახერხებდნენ ადამიანებიც თქვენს გარშემო, რომ თქვენთვის შეექმნათ ისეთი მდგომარეობა, როდესაც გამოუვალი სიტუაცია ჩანდა, ხო, რაღაც ესეთი მომენტი. ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ბევრი შიში დაძლია, კარგად იმუშავა საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ მისი პრობლემები თუ რაღაც მდგომარეობა არასოდეს გამოეტანა გარეთ, ხო? ყოველთვის რაღაცა თავის თავთან მიმართებაში, თავის შინაგან ხმასთან საუბრობდა და ქვემოთ ლეკავდა, ხო? რაღაცა არასოდეს არ გამოუტანია ესე საჯაროდ და ესე ღიად თავისი ის მდგომარეობა, რომელიც თქვათ გულს ტკენდა და რაღაცა არ იყო მისთვის კარგი პერიოდები, ხო, ესე რომ ვთქვათ. ვინ ხართ? საკმაოდ დაბრძენებული ხართ, ესე ვიტყოდი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც აი მართლა სურო არ ვიცი, იყოთ 30 წლის, 20 წლის, 25 წლის, ხო? მე არ
რა თქმა უნდა, უფრო დიდი ასაკის ადამიანებიც უყურებენ გაშლას, მაგრამ რას ვიძახი, ნახეთ, თქვენ საკმაოდ ბევრი გაიარეთ იმისთვის, რომ მიგეღწიათ აი იმ ცოდნისთვის, იმ სიმშვიდისთვის, იმ მდგომარეობისთვის, რასაც ქვია საკუთარ თავთან შეიძლება ითქვას ჰარმონიული მდგომარეობა, ხო? თუ თქვენ გქონდათ ისეთი მომენტი, რომ ხასიათში მაგალითად აი ფიცხი ხასიათის რო ეძახით, ხო, რაღაცა იცებ აფეთქებები, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ თქვენ იმდენად გაქვთ ეს ყველაფერი გადალახული, რომ ძალიან ისეთი საკმაოდ ცოდნა დააგროვეთ და ნახეთ ეს ცოდნა მხოლოდ წიგნის საკითხვაზე არ არის და ვთქვათ რაღაცა ინფორმაციის მოძიებაზე ხო სოციალურ ქსელებში. ეს არის ის ცოდნა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისგან შეგიძლიათ რომ დააგროვოთ, მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების ეტაპებიდან, სირთულეებიდან, რომელიც თქვენს გზაზე ყოფილა, ხომ? ვიხართ კიდევ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს, ესე ვიტყოდი, ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს სტაბილურობას, რომ მიაღწიოს კეთილდღეობას, ხომ? თქვენ კიდევაც გითხართ, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული საკუთარ თავზე და აი ამ პასუხისმგებლობას მაქსიმალურად ცდილობთ, რომ ნახეთ, გაუძღვეთ და აი გაძღოლაც არის და გაძღოლაც, ხო? აი ნუ არის მომენტი, როდესაც აი გეხმარებიან ვიღაცები, ვთქვათ, მშობლები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, არა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აი მარტო ცდილობს მიაღწიოს ყველაფერს, მარტომ შექმნას ის მატერიალური, ფიზიკური მდგომარეობა, რაც ცხოვრებას სჭირდება, ხო? აი თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მე ვიტყვი, რომ ყველას და ყოველთვის ყველას ეხმარება. აი მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, რო იტყვიან ბოლულკვას გამოიყევს და სხვას მისცემს, აი რაღაცა ეს მომენტი მოდის. მიხართ კიდე თქვენ. აი თქვენს ცხოვრებაში ნახეთ როგორი მომენტი არის, ძალიან ბევრი ისეთი და თავიდანვე მაგითი დავიწყე, რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება გადავახეთ და იცით რა არის, აი ყველა რთულ პერიოდს მოყვება ნათელი პერიოდი, ხო? და ნუ ხდება ესე, რომ ყველა ნათელ პერიოდს რაღაცა მომენტში პატარ-პატარა რთული პერიოდებიც მოყვება ხოლმე. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაიაზრეთ, ძალიან ესე ვთქვათ, სიღრმისეულად ხართ ჩამწვდარი აი ამ ცხოვრებისეულ მდგომარეობას და ნახეთ, მე ვერ ვიტყვი, რომ ვერ აფასებთ, ან არ აფასებთ რაღაცას ისე. პირიქით, აი თქვენ თითოეული პრობლემის მადლიერი ხართ, თითოეული მდგომარეობის, რომელმაც შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში ფიქრობდით, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო, რაღაცა პერიოდის მერე თქვით, რომ ესეც ერთ-ერთი გაკვეთილი იყო თქვენთვის და ესეც საჭირო იყო თქვენთვის, ხო? ადამიანი, რომელიც ყველა მდგომარეობაში ყოველთვის ცდილობს დაინახოს პოზიტიური ნიშნები და ის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ითქვას გაზრდის მდგომარეობა, მადლიერი ხართ ყველაფრის. აი უბრალოდ პატარა ერთი
ნემსიც რომ იპოვოთ ქუჩაში, იმისთვისაც კი მადლიერი ხართ, რომ აი ეს რაღაცა არის, აი ტკბებით და ცდილობთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ყველა იმ ნიუანსით დატკბეთ, რაც ხდება. თუნდაც სირთულე, მაგრამ ამ სირთულეშიც ხვდებით, რომ ეს სირთულეც საჭირო არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ. და გეტყვით, რომ თქვენ ძალიან შეიძლება აქ კოლეგებიც მიყურებთ, ხო? იმიტომ რომ აქ ისე ვთქვათ, ქალბატონია, რომელიც მკითხავს. მაგრამ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა მიაღწია სულიერ ფიზიკურ, ემოციურ, მატერიალურ ბალანსს. ანუ შეიძლება ხარ თქვათ, რომ მატერიალურად თქვათ არ ვარ ისეთი რაღაცა კარგად ძალიან ისეთი, მაგრამ ნახეთ, ყველაფერი რაც თქვენს გარშემო არის, ეს არის თქვენი გაკეთებული. ყველაფერი რაც თქვენს გარშემო ყვავის, ყველაფერი არის თქვენი მიღწევა. აი ესეთი ადამიანია და რა გელოდებათ? ნახეთ, რა გელოდებათ. ახალი, ბედნიერი, ემოციური და სტაბილური ცხოვრება გელოდებათ. სიახლეები გელოდებათ. თუ ვინმეს თქვათ აქვს ის მომენტი, როდესაც თქვათ პარტნიორულ ურთიერთობაში ხართ, ხო? თქვათ და რაღაცა ცვლილებების მომენტი გელოდებათ ის, რომ თქვენ მიიღებთ ამ ადამიანისგან რაღაც შემოთავაზებას, წინადადებას, თუ ხართ ისეთ მდგომარეობაში, რომ სამუშაოსთან მიმართებაში გქთ, ხო? თქვენ მიიღებთ რაღაც დაწინაურებას, ანუ თქვენ რა გელოდებათ, გელოდებათ წინ წარმატებული და ძალიან ისეთი პერიოდი, როდესაც კიდევ ერთხელ იტყვით, რომ კმაყოფილი ხართ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ იმას, რასაც იღებთ, ნამდვილად დამსახურებულად მიიღებთ, ხო? რა გელოდებათ? ნუ მე აქ ვიტყოდი, რომ გელოდებათ საკმაოდ ისეთი გონივრული, თქვენთვის მორგებული, მშვიდი, გაანალიზებული ცხოვრება. თქვენ რაღაც ინფორმაციას გაიგებთ, რომელიც იქნება კიდევ ერთი ის ნიშანი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგაცვლევინებთ რაღაც რაკურსს თქვენი ცხოვრების, რომელიც მიგიყვანთ ბედნიერებისკენ, მე ესე ვიტყოდი. აი იმ მდგომარეობის, როდესაც ფიქრობდით, რომ აღარ გამოსწორდება, თქვათ რაღაცები, რომელიც უბრალოდ ჩათვალეთ, რომ უნდა ჩახუროთ, ხო? არა, გეტყვით, რომ ის ყველაფერი, რამაც თქვენ გული გადგინათ, რამაც თქვენ გაწყენინათ, ხო? რამაც ხელი შეგიშალათ, ყველაფერი გამოსწორდება და წავა წინ. თქვენი ის ოცნებები, რომელიც გქონდათ, რომელსაც ფიქრობთ, რომ არ უწერია ასრულება, აი ზუსტად იმ ინფორმაციით, რომელიც თქვენთან მოვა და ეს ინფორმაცია საკმაოდ მალე მოვა, ესე ვიტყოდი, და ვიღაცისთვის შეიძლება ერთ კვირაში და ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ერთი თვენახევარში, ხო, რაღაცა რატომაც ესე მოდის ინფორმაცია, სადღაც 7 კვირა, 7 დღე. აქ თქვენ ისეთ ინფორმაციას გაიგებთ, რომელიც იქნება თქვენი
არ ვიცი, რაღაც ძალიან დიდი ოცნების ასრულება, რომელიც გქონდათ თქვენ აქამდე, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომელიც აი ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ამ ოცნებაზე შეიძლება უარიც კი გაქვთ უკვე ნათქვამი. თუ აქ პარტნიორულ ურთიერთობაზეა საუბარი და თქვათ იმ მომენტზე, როდესაც პარტნიორს ელოდებით ხო, ან მის გადაწყვეტილებას ელოდებით, ან თქვენ მიიღებთ ამ ყოველს. გამოჩნდება თქვენ გარშემო ისეთი ადამიანი, რომელიც მოგცემთ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ თქვენი სურვილები, თქვენი ოცნებები, თქვენი მიზნები აასრულოთ. ეს ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია არის კიდევაც უკვე, მაგრამ ვერ წარმოგიდგენიათ ხო, რომ ეს ადამიანი ის ადამიანია, რომელიც რაღაცა ან გიმზადებთ და ჯერ არ იცით თქვენ ეს ყველაფერი ხო, მაგრამ ყავთ ადამიანი გვერდში პარტნიორი, რომელიც გიმზადებთ რაღაცა ისეთ მდგომარეობას, რომელიც თქვენი სულიერების და სიმშვიდის მომტანი იქნება. და თქვენ ჯერ არ იცით ეს ხო, მაგრამ თუ არ ყავთ ესეთი ადამიანი გვერდში, რომელიც რაღაცნაირად თქვა თქვენზე ზრუნავს, გამოჩნდება ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ სიმშვიდეს, ყველაზე მეტად სიმშვიდეს ზია აქ ორიენტირებული სიტუაცია, როგორც ჩანს, ძალიან გჭირდებათ ეს სიმშვიდე და სიმყარე, ხო, ადამიანებს, რომელიც ეხლა უყურებთ აქ თქვენ ცხოვრება რადიკალურ ცვლილებას განიცდის. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც თქვენს გარშემო ის ადამიანები, რომლებიც თქვათ ხელს გიშლიდნენ, რომელიც თქვენ ზურგს უკან საუბრობდნენ, რომლებიც თქვენს ოცნებებს ახშობდნენ, რომლებიც უბრალოდ თავიანთი ნახეთ რჩევით თუ რაღაც ზოგი ქმედებით ხო რაღაცას ცვლიდა თქვენს ცხოვრებაში, ეს ადამიანები დასრულდებიან. აი ზუსტად იმ ინფორმაციით დასრულდებიან, რომელსაც მოგიტანთ ის ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში შემოვა. რომელიც მოგცემთ კიდევ უფრო მეტად გაგაანალიზებინოთ ყველაფერი, რაც აქამდე გაანალიზეთ და ნახეთ, მიხვედით ძალიან კარგ შედეგამდე თქვენი რესურსი, როგორ უნდა გამოიყენოთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა იმუშაოთ ხო საკუთარ თავთან. აი ეს ადამიანი კიდევ მეტად დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ მეტი ბედნიერებისკენ და მეტი სტაბილურობისკენ, ხო? კიდე რა გელოდებათ? არ ვიცი, ორივე მზის არკანი. პირველი რა გელოდებათ, პირველივე მზის არკანი იყო და მეორეც მზის არკანი არის. რა გელოდებათ? მე არ ვიცი თქვენ ვინც ახლა ამ გაშლას უყურებთ, მე ესე გეტყვით, რომ თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი ბედნიერება შემოდის, ხო? აი ვისაც ვთქვათ, არ ვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ აი ვთქვათ დიდი ხანია ელოდებით მას რომ ყავდეთ შვილი და არ ყავთ ხო რაღაცა იქნება ისეთი მდგომარეობა, რომელიც პასუხს ელოდებოდი თქვათ რაღაცა ანალიზებისას და დაგირეკოთ ექიმი და გეტყვით რომ აი რაღაც ისეთი პასუხია, რომელიც დადებითია ხო, აი არ ვიცი, აქ აშკარად შემოდის თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ბედნიერება, დიდი ემოციები, დიდი სიყვარული, ხო, აი ზუსტად იმ სიმშვიდეს, იმ სტაბილურობას, რომელსაც აი აქამდე ცდილობდით რომ მიგეღწიათ, დაგელაგებინათ, გაგეკეთებინათ, აი ამ ყველაფერს თქვენ აღწევთ და თქვენ ცხოვრებაში შემოდის ბედნიერება, რაც თავარი. კიდე რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? თქვენ ცხოვრებაში შემოდის, აი კიდევ ერთხელ ვიწახი, რომ იმ პერიოდების დავიწყება, რომელიც ხელს გიშლიდათ. იმ პერიოდების დავიწყება შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რომელიც აქამდე მარტო
ალაგებდით, მარტო აგვარებდით, მარტო ცდილობდით, რომ დაგეხშოთ, ხო? აი, ყველაფერი, რაც თქვენ ხელს გიშლიდათ, ეს ყველაფერი მიდის თქვენი ცხოვრებიდან. თავდება, ყველანაირი სირთულე, ყველანაირი პრობლემა თავდება, ჩემო კარგებო. თქვენ თუ კი რაიმეს ზე გქონდათ და გული გწყდებოდათ, რომ ვერ აკეთებდით, ვერ ახერხებდით, ვერ გამოდიოდა ისე, ხო, რაღაცა თქვათ, თუნდაც ვიღაცას ბინისყიდვა უნდოდა და ვერ გამოდიოდა, ხო, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ამ ყველაფერში, ხა, შეიძლება ესე ფული არ მოგცეთ, ხო, რაღაცა ამ ბინა არ მოგცეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვათ რაღაცა სამსახური მოგცეთ ისეთი, რომელიც ამას შეგაწლებინებთ, ხო? არ შეიძლება ვიღაცებისთვის ის მომენტიც იყოს, ხა საჯაროა გასვლა, სადაც მიიღებთ წერილს და მიიღებთ, როგორ ვთქვა, მქონებას, ხო? მემკვიდრეობით მქონებას შეიძლება ითქვას ვიღაცა ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს თქვენს გარშემო, ვინც უბრალოდ ადგება და გადაწყვეტავს, რომ ჩვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც უნდა აჩუქოს თავისი ქონება და რაღაცა მსგავსი გააკეთოს. აი, არ ვიცი, მე ესე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი სასიხარულო მომენტი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. აყვავება შემოდის თქვენს ცხოვრებაში. აი, აქამდე რაზეც კი გიფიქრეთ, რომ მე ამას ვერ გავართვევ ახლა თავს, იმიტომ რომ თქვათ, შესაძლებლობა არ მაქვს, რაღაცა ისე არ არის, პასუხისმგებლობა იმდენი მაქვს, რომ თქვათ, კიდე რაღაცის დამატება რთულია, ხო? აბსოლუტურად ყველაფერი ანუ სამყარო ნახეთ, გიმარტივებთ ცხოვრებას თქვენი მადლიერებიდან გამომდინარე. კიდე რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში. მე ესე ვიტყვი, რომ ძალიან გეხმარებათ თქვენ წინაპრები. და კარგი იქნება თუ უბრალოდ მათ საფლავებს მოინახულებთ და თითო სანთელს დაუნთებთ. თუნდაც, ახლა თუ ძალიან ისეთი არის, ახლა ემიგრანტები არიან, ბევრი ვინც უყურებთ, მესმის, რომ რთულია, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი სანთელი მაინც აანთეთ მათ სახელზე უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ ისინი ძალიან გეხმარებიან თქვენ წარმატებისკენ და სიკეთისკენ სავალ გზაზე. ისინი გიგზავნიან ყოველთვის, შეიძლება ითქვას, რომ აი მე ესე ვიტყოდი, რომ გეგზავნებათ თქვენ ადამიანები, დამხმარე ადამიანები, ხო, ცხოვრებაში არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში, რაღაცა სიტუაციიდან, რაღაცა მდგომარეობიდან გვეხმარებიან, გამოვდივართ და მე ეს ადამიანები ქრებიან. არიან ესეთი ადამიანები ძალიან ხშირად, თუნდაც ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა და ვიცი ეს რა შეგრძნებაც არის ძალიან საჭირო დროს, საჭირო ადგილას ადამიანი, როდესაც არის, ხო, შეიძლება მეგობარი იყოს, შეიძლება ნათესავი იყოს, შეიძლება უბრალოდ ახალი ნაცნობი იყოს, რომელიც რაღაცა უბრალოდ აი დაგეხმარათ და ნუ არაფერი სანაცვლოდ არ უნდა, ხო, თქვენგან უბრალოდ დაგეხმარათ და წავიდეთ, თავის გზაზე გააგრძელოთ ცხოვრება, ხო? და შეიძლება წელიწადში ერთხელ გკითხულობდეთ, ან ერთხელ კითხულობდეთ, ანუ აუცილებელი არ არის სისტემატიური კონტაქტი. სამყარო გიგზავნით თქვენ კიდევ ესეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას ბედნიერებისკენ ცვლის, თქვენს ცხოვრებას იმ გზაგასაყარზე, რომელზეც დგახართ ახლა და ფიქრობთ, რომ კიდევ ერთი რამ გაქვთ გადასალახი, აუცილებლად გადალახავთ. კიდევ ერთხელ გავიგებთ, აქ თქვენ ინფორმაციებს იმდენს გაიგებთ, რომელიც თქვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ვიღაცისთვის ეს ინფორმაცია შესაძლებელია იყოს ის მომენტი, როდესაც შვილი ის მდგომარეობა, აი არ ვიცი რატომ მოდის ეს მომენტი, მაგრამ რატომღაც ძალიან კაფიოდ მესახება. ვისაც თქვათ ეს პრობლემა აქვს, ხო? გაიგებთ ინფორმაციას რაღაცა მემკვიდრეობის დატოვებასთან მიმართებაში. ვიღაცა გაიგებს ინფორმაციას დაწინაურებასთან მიმართებაში. ოღონდ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის
თქვენი საგვარეულოდან, თქვენი წინაპრებიდან დახმარება, რომელიც გეგზავნებათ, თუნდაც ნიშნების სახით, ხო, აი რაღაცა უბრალოდ გავედით და რაღაცა ციფრები შეგხვდა, ხო, ეს ციფრები, თითოეულ ციფრები არის რაღაც მინიშნება თითოეული ადამიანის სიზმარი, რომელსაც ნახულობთ, ხო, ხშირად არის, რომ კაი, რა სიზმარი არა ის არაფერი არ სრულდება და რაღაცა საბანი დაგეფარა წესიერთ, არა. იმ სიზმრებში შესაძლებელია ესეთი მინიშნებები იყოს, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამიტომ ყოველთვის თუ არა რაღაც მიაქციეთ ყურადღება და დააკვირდით სიტუაციას იქნებ და ეს ის მართლა ის მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის აი ეს ნახეთ ქალბატონი რომელიც გითხავს, ხო? თქვენთვის ის მომენტია, როდესაც გიხსნით სამყარო იმ მესამე თვალს, თუ იმ რაღაცა გონების მდგომარეობას, რომელიც გაძლევთ ინტუიციურ სიტუაციებს, ანუ ზუსტად იცით, ზუსტად თუ არა გრძნობთ, ხო, რომ აი ეხლა ეს მდგომარეობა თქვენთვის რას მოიტანს და როგორ მოიტანს. ასე რომ თქვენს ცხოვრებაში შემოდის ძალიან ბევრი სიკეთე, სიმშვიდე, სტაბილურობა, რაც თავარია ვიღაცისთვის მამაკაციც, რომელიც მოუტანს, ასე ვთქვათ, ну, ახლა შესაძლებელია მამაკაცმა კიდევ ერთხელ ვიძახი, ვიღაცისთვის შესაძლებელია უბრალოდ პარტნიორი იყოს მნიშვნელოვანი, მეუღლე იყოს მნიშვნელოვანი, ხო, ადამიანი, რომელთანაც სულიერად დაისვენებს, რომელთაც თავს დაადის, რომელთაც დაეყრდნობა უბრალოდ, ხო, იქნება ეს მომენტი. და თქვენ მიიღებთ აუცილებლად რაღაც ის სტაბილურობას, იმ სიმშვიდეს, რომელიც ძალიან გჭირდებოდა და ძალიან გინდოდა. მე გისურვებთ ბედნიერება თითოეულ თქვენთაგას და ასრულებული იყოს ყველაფერი, რაც გითხარით, კიდევ ერთხელ გავნებით დაახლოებით ერთი ვიღაცისთვის ერთი კვირა, ვიღაცისთვის შეიძლება 7 კვირა იყოს, მაგრამ აქ რასაც მოისმენთ, ეს აუცილებლად იქნება თქვენთვის ბედნიერების მომტანი. მე გისურვებთ კიდევ ერთხელ ბედნიერებას, სიხარულს და ნამდვილად იმსახურებთ, რომ ისეთი თქვენ დახასიათებაში ისეთი არკანები ამოვიდა, რომ მე ესე ვიტყვი, რომ ნამდვილად იმსახურებთ იმ სტაბილურობას, რისთვისაც აქამდე იბრძოდით, ხო? რისთვისაც აქამდე აკეთებდით ყველაფერს და მადლიერი იყავით ყველაფრის, თუნდაც მინიმალურის. დროებით.